ძველი ტელეფონი, ძველი ხმები, ძველი გემო, ძველი ფერი, ძველი სურნელი, ძველი ჰანგები და აწმყოზე მომართული ძველი რადიო. რადიო იმედის ეთერშია ძველი რადიო ნინო მეუნარგიასა და მიხეილ ნიმინოშვილთან ერთად. ძველი რადიო. როგორც ნინო მოსხოლმა ნინო და მიშა დაგიბრუნდათ დიტოსთან ერთად. დიტო მოგესალმები და მადლობა რომ ჩვენთან ხართ და ჩვენი გადაცემის დასკვნით ნაწილში როგორც ყოველთვის შენი საინტერესო სპორტული ისტორიები, თუმცა დღეს განსაკუთრებული დღეა. გამოდიში განსაკუთრებით საზოგადოების და მსმენელის იმ ნაწილისთვის, ვისაც ყველაფერი ძველი უყვარს, ხო? კი. ბატონო ძველი რადიოშია. ხო, ამიტომ ვამბობ, ამიტომ. საოცარი დღე არის დღეს, 3 მაისი, ქალბატონ ნონა გაბრინაშვილი, რამდენი წლის გახდა დიტო? 83. მე არ ვცხოვრობდი ასე. დიდი, ნამდვილად ბედნიერი ვარ ჩვენ, რომ ესეთი ლეგენდარული ქალბატონი არის ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელი დიტო. ეხლა პერსონალურად მინდა მიმართო, იმიტომ რომ არ ვიცი, სხვა შორის აქ მე თუ კი მოვიძიე მეტნაკლებად შესაბერის ეს სიტყვები, რაც ამ უდიდესი ადამიანის და პიროვნების საზოგადო მოღვაწის ქვეყნის თვალისთვის თავმე შეიძლება ეს გამორჩეული პირადად ჩემთვის და არა ვიცი რომ არა მხოლოდ ჩემთვის მისი სპორტული მიღწევები ეს უკვე ამ გადასახედიდან სადღაც მეორე პლანზე იწევს გამომდინარე იქიდან რაც ამ დიდებულ ქალბატონს ხო სოფლიო ჭადრაკის დედოფალს მიუძღვის ქვეყნის შენარჩუნების და მისი განვითარების და მისი დღევანდელი ცხოვრების იმიტომ რომ შენარჩუნების ეს არ მithქვავს გადაჭარბებულად აქ საუბარია ჯერ კიდევ 60 წლებზე და იმ ავად მოსაგონარ საბჭოურ ეპოქაზე იმ საბჭოურ პროპაგანდისტულ მანქანაზე და იმ უწყებებზე რის წინააღმდეგ მაშინ სულ პატარა გოგონამ აი ესეთი ხასიათი ულები და მოდი დავიწყოთ ანუ ვერავის ვერ თქვენდა სავეცკაია ხო? არა, ჯერ ხო ეს ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენ რამდენიმე განსემაში ნინო გახსოვს აღნიშნეთ კიდეს რომ მავონმა სპორტსმენმა აი ბევრს ჰქონდა სხვათა შორის თავისი ქართველობის, თავისი იდენტობის საერთაშორისო სარბიელზე წარმოჩენის სურვილი ვიღაცამ მოახერხა და იქ კვების ტალოს მიაწერინა რაღაცა ქართული ორი სიტყვა მოატვიფრინა მსგავსი ის, მაგრამ ის რომ თუ გავითვალისწინებთ რომ იმ ეპოქაში ჭადრაკი იყო სოფლიო პოლიტიკურ სცენაზე ერთ-ერთი ყველაზე ისეთი წარმომადგენლობითი იარაღი. სწორედ დღეს თუ ეხა შემდგომ პერიოდში გოლფის თამაში თქვა პრემიერ-მინისტრები და ქვეყნის პირველი პირები იქცევდნენ თავს. ეს იყო რა უწოდო, იცი? ნუ ჯერთი აინშტაინმა ხო დიდებულად თქვა რომ მეცნიერებისთვის თამაშიაო და სპორტისთვის მეცნიერებაო ეს ყველაზე კარგად ჩამოყალიბებული ზუსტი ეხა სპორტი მართლაც უნდა გეხამუშება ეს მაგრამ რა კიღა სპორტული კუთხით მიდიხარ, ნუ მაინც სპორტად ვაღიარებთ. აბსოლუტურად აი უამრავ მნიშვნელოვან საჭიროებო საკითხს ქვეყნის და ისეთი ბობოლა ქვეყნების პირველი პირობის დონეზე წყვეტ და ამიტომ იყო უდიდესი მნიშვნელობა სატარდებოდა საჭადრაკო ოლიმპიადა. ვინ მოიპოვებდა მისი მასპინძლობის უფლებას, ვინ გახდებოდა მსოფლიო ჩემპიონი. იგივე შენ გადმოცემით იცი ხა ასაკი და მოსრები ხარ თავის დროზე ის არ შემდგარი კარპოვ და შენ კარგად გახსოვს კარპოვ ფიშერის მატჩი რომელიც არ შედგა და არ რეზონა საზარებდა ეგ იყო სოფლიო პოლიტიკის მაშინ მთავარი მოვლენა. მთავარი ის უბრალოდ შესავალისთვის. ანუ მართალად კი ჭადრაკი ერთვარი ასპარეზი იყო დაპირისპირების. დიდი და ასევე პირუკო, ასევე და იქ შეიძლებოდა რაღაც მოგეგვარებინა ეს რა ეპოქა იცი, როცა აი გამოჩენილი მოჭადრაკე ჩამოდის და ქვეყნის პირველი თუ არა მეორე პირი მაინც ტრაპთან ხდება. არა, მიღებას ეკ ლაპარაკიზეთ მეტი გამორიცხული ტრაპთან ხდება, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით ეს ეპოქა. და ისე გამდო, რომ აი სიტყვა სავეცკაია ვერათ ეს რუსული პროპაგანდისტული მანქანისთვის იყო წარმოუდგენელი რამ. ანუ საბჭოთა სპორტსმენი არა, გრუზინსკაია სპორტსმენი ეს ამბობდნენ. არა, ამას მიაღწია. ქონდა რა, ოფიციოს რუსების ქონდა ძალიან დიდი რიდი და შიში. რიდი ქონდათ ვერ უარყოფ. აი ასე ვერცადეს მისი ის, მაგრამ ყველაფერი იღონეს შემდგომ რომ ნონას ტიტული დაეთმო, ამაზე ოდნავ მოგვიანებით ვიტყვით. ეს ხო პატარა არა, ეს კიდე გაცილებით მეც შეძლებდა მერწმუნე, რომ არა უბრალოდ დგებოდა პერიოდი, როცა კიდე ერთხელ ხას უსვამ მთელი საბჭოთა პროპაგანდისტული მანქანა მის წინააღმდეგ მუშაობდა. ეხლა ეს რო ჩემი სუბიექტური აზრი არ არის და პირადი აზრი, ამას ვამყარებ მე, ის ოფიციალური
მასალებით რაც ქვეყნდებოდა და სხვათა შორის მაშინ მოგესწრება საბჭოური საჭადრაკო სკოლა აქ მინიმუმ 90% იყო რუსი ებრაელების რომელიც ობიექტურობას არ კარგავდნენ არ კარგავდნენ როგორც მიმომხილველები როგორც ექსპერტები და აფასებდნენ ყველაფერს, ყველაფერს შეიძლება ბოლომდე სრულად არა, მაგრამ დიდ ნაწილს აფასებდნენ ობიექტურად. მე არ მახსოვს ვინმეს ნონაზე რაიმე აუგის თქმა. არ მახსოვს რომ ვინმეს ყოველთვის და აი იმ ტიტულის დაკარგვასაც სწორედ მაშინ როცა ჩვენი სრულიად ქართული საზოგადოება დუმდა, აი სწორედ იმ რუსმა ებრაელებმა ბევრ რამეს ვერ ვიტყვი, მაგრამ თავარ ასპექტებს მოფინეს ნატელი. ამაზე უნდა მოგვიყვანო. მოდი ხა თქვენ ნებართვით რა კიღა ეხება საუბარი და მოდი გავუსწრებ მოვლენებს და სანამ ამას ვიტყვი, ნინკო ასეთი რამ მოხდა, რომ მილენიუმის დასაწყისში მაშინ ჩვენმა პატრიოტებმა კოლეგებმა გამოავლინეს გასული საუკუნის, ანუ მე საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი საქართველოსდან და მერე ცალკე ქალი, მანდილოსნებიდან რა თქმა უნდა ნონას ხვდა ტიტული, კაცებიდან ვისაც ხვდა, ყოველ შემთხვევაში მე იმას არ ვიზიარებდი, იმიტომ რომ მაგის სუბიექტური შეიძლება სუბიექტური და ალბათ ობიექტური მიზეზებიც, თუმცა იმ ადამიანს არაფერს არ ვერჩიდა. სრულიადაც არ ვაკრინებ, უბრალოდ როგორი მომენტია, იცი? ამ მამულიშვილებში და აქ საუკუნის სპორტსმენზე ბევრი რამ უნდა გაითვალისწინო, ხო? აქ მარტო სპორტული შედეგი არ უნდა ერთ საუკუნეზეა საუბარი და ქალბატონმა ნონამ რაც შექმნა კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს შვეულებრივ სპორტულ სამყაროს სცილდებოდა. ის იყო ქვეყნის თვალი არის და იქნება. სანამ ბოლო ქართველი არსებობს საქართველოში ღმერთო შერმიშველი. ნონა იარსების, იმიტომ არ მინდოდა ასაკი გვეთქვა რა კუთხით. ისე არა, რომ ნონას ასაკი არა, ის მარადეულია. ერთმა ნაძირალა არაკაცმა 2000-ის იმის რო ბრძანა თითი რო დაიხნია, ნონას დრო დამთავრდა. ნონას დრო არასოდეს არ დამთავრდება. აი მისი დრო დამთავრდა. ეხა მას რამდენი მხარდაჭერი ყავს? 10 თითი ხო ხელზე. ეხა დაითვალოს თითებზე. რამდენი თითი დარჩება სარიელი. ნონას დროს დამთავრება ნიშნავს, რომ გენეტიკურად ქართველი გაქრა. შეიძლება დარჩეს ქვეყანა სიმბოლიკებით, მაგრამ ნონა არ დამთავრდება. ნონამ ის მუხტი, რაც შექმნა და რაც უკვე ზიდა 6-10 წელი და რაც ესტაფეტასავით გადადის ახლა სხვათა შორის რამდენიმე დღის წინ გამოვიდა ტერენცები ასე ეძახიან მეგობრები, ახლობლები და მეც მის კატეგორიას თვლი თავს მოვწოდა რომ ეხა ხელბურთელებს აქვს და აი 8 მაისს გადამწყვეტი შეხვედრა საბერძნეთთან თბილისში ახლა დამდენ კვირაში და როგორი აქტიური მხარდაჭერისკენ მოუწოდა იცი ერკვევა ისე კი არა რომ ვიღაცა მთხოვა ის გადასარევად ამაზე მივალთ მოდი აი ტიტულებზე რაღაცას ვიტყვით თქვენი ნებართვით რა აი რაც შეიძლება ეხა მარტო ქალბატონ ნონას ტიტულები რო დავდგეთ მოგდეს ერენტერნო შემითავი 1-3 გადაცემა არა ნუ ეხა აი რაღაც გამოყოფილს ვიტყვი რა სოფლიოს 5-გზის ჩემპიონი და სენიორებში ანუ ვეტერანებში სოფლიოს 8-გზის ჩემპიონი 80 გადაცილებული სამეულში ხდება ნუ წარმოგიდგენია რა ფენომენთა გაქვს და რა ადამიანის რა ტვინთან და ინტელექტთან გაქვს საქმე ვიღაცებმა რო აურიეს და ულოცავდნენ ისო ვეტერანებში რო გახდა და თქვენ მე-6 ტიტული და ის საცხალი ქალი და უხსნიდა რომ ბიჭო ის სხვა ტიტულებია და ეს ვეტერანთა ტურნირიო ერთი ამათ პროდიუსერების ტვიჩი ჩამახე აი ამას ხო გაგიჟებდე ეს ხუმრობით რა თქმა ხუმრობით ნუ ეს ცოტა იუმორის ნუ გახდა ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი დედოფლის გვირგვინი ყველაზე დიდხანს 16 კალენდარული წლის მანძილზე შეინარჩუნა გახდა სოფლიოში პირველი დიდოსტატი ქალი ასევე პირველი დიდოსტატი ქალი ვაჟთა შორვაჟებში პირველი ქალი ვინაც ვაჟთა საერთაშორისო ტურნირი მოიგო თან საკმაოდ წარმომადგენლობით პირველი საჭადრაკო ოსკაროსანი ქალბატონი იმიტომ რომ მანამდე ოსკარი მხოლოდ მამაკაცებს ეკუთვნოდა 11 გზის სოფლიო ოლიმპიადების ჩემპიონი. ნუ არ ვიცი ხა ეს ნუ საოცრებაა რა. აღნიშნოთ ცნელები ძიავახო და ძიამიშა ვახტანგ ქარსელაძე. ნუ ეს და შემდგომ იყო ძიამიშა მიხეილ შიშოვი რა. ნუ ეს ქარსელაძე ნუ საერთოდ ითვლება აი იმიტომ რომ ქარსელაძემ შექმნა ნონა და ნანა და ამით ვახტანგ ქარსელაძის სახელი იქნა უბდაყოფილი და საოცარი რა. ნუ შემდგომ ეპოქაში ხო სანამ ნუ დაიწყო მე 80-იანის მიწურულიდან პირველი უკვე ჯერ გარიჟრასე დამოუკიდებლობა ჯერ არც გვაქვს მოპოვებული პირველი პრეზიდენტი საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის და ეს რა ეპოქანინგო ეს ჯერ პოლიტიკურად ხო წარმოგიდგენია შენ ძალიან კარგად გახსოვს ის და ახლა ეკონომიკური კუთხით იმას არსებობა იქ ხონდა და იქ ესე იგი ხო აი
ფეხ დადიოდა, კარდა რომ მაშინდელი, როგორი ბიზნესმენები იყო, არ მინდა ვიღაცა შეურაცხყოფა მიიღო, მაგრამ ერთიც იყო გულისკევილით რო არ თქვა, მოსასწელში რამდენიმე საათი ალოდინი და რატო ალოდინი? ეცი რომ აი ნონა ზის და მემელოდებაო რა და ქალსრემლი მოაშა თვალზე რა იყო ესეთი ეპიზოდიც იყო. ერთადერთი ქალი ერთად პიროვნება და არ ვიცი, მაგრამ არ შემიძლია რომ არ თქვა ძალიან პატარა ადამიანი უნდა იყო, რომ ამის გამო ეს ქსიამოვნებაა ნონას დრო გათავდა, ხო? ანი ბოდიში დეგენერატს რა უხარობდა, იმიტომ რომ ეს დეგენერატია რა, არ იყო და იყო. არა სხვა არა რა უხარობდა, აი ღმერთმან უკნას და ასეც რომ მომხდარიყო. იმას რა უხაროდა ბიჭო. მაგრამ ის ბოროტია გამიგე, აი ნუ მაგა შეეშვი რა. ახლა ნახე ერთადერთი ადამიანი, რომელიც ბოლომდე ედგა ბადრის ხარში. ბოლომდე და აი ბადრის როლი და ღვაწლი უმოკლეს პერიოდში, რაც ხონებულმა ბადრიმ გააკეთა, აი ნონა ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ამ საქმეში. ქონდა ასეთი მონაკვეთი და მათ შორის მე სიამაყე შემილია გითხრათ რომ ჩემი მოგზალებული რაღაც თანადგომა ჩემგანაც იყო და მაშინ ძალიან ისეთი რთული პერიოდი განვლეთ. ესენი რომ მობძანდნენ ეს არასახსენებლები მაშინ ხო ეს ეგრეთ წოდებული ვარდიევის რევოლუციის შემდგომ ბათუმში არის ძლივს მოვიპოვეთ ანჯვა წამები ევროპის ჩემპიონატზე ევროპის ჩემპიონატს ვატარებთ ჩადრაში ბათუმში ამათმა ესე იგი კატეგორიულად მოითხოვეს რომ ჩვენ უნდა გავაუქმოთ ეს ჩემპიონატი არა და მიზეზი რა არის იცი ოჩი აი ეს შკოლის კოლოფები დღეს რო გარიგებენ და დემოკრატიას და რაღაც იმაზე რო გელაპარაკებიან ახლა არ მინდა მაგზე გადავიდე თურმე ევროპის ჩემპიონატი რო ჩატარებულიყო, მაშინ ჯერ კიდე ასლანი ბათუმშია. თურმე ასლანის პოზიციებს აძლიერებდა. აი ესეთი აბსურდული, ესეთი ბიჭო, სულ რამდენიმე კაცმა ვიომეთ ბოლომდე. ნუ რა როგორ შეგვეძლო? მაინც არ ჩატარდა. ამათ ხელში, ნუ რა იშატარდებოდა და მერე ქალბატონ ნონას და ზურა აზმაიფარაშვილს რა ძალისხმევა დაჭირდათ კირსანდა რომ ჩვენ ავწდენოდით სერიოზულ სანქციებს. როგორც ფულად, ასევე საერთაშორისო სარბიელიდან მოკვეთას. ამათ უკაცრავად და სულ რეის ცალფეხზე არ გონდათ. მე ჭადრაკი საერთოდ რა ამათთვის რა იყო. ხო? ანუ ვარისხმა სანქციებს მოასწავებდა თავის არა, ისეთი ორივე მხრიდან ფულადიც და რამდენიმე წლიანი იზოლაცია საერთაშორისო რას ქვია შენ? იმიტომ რომ იმას ესე არ ხდება, ნუ ეხა ამის ახსნაზე არ წავა. ნუ ხო წარმოგიდგენია რა ეპოქაზე ესა, რა ეპოქა რა შექმნა ამ ქალმა. მისი თითოეული სიტყვა, თითოეული დამოკიდებულება, აი ქვეყნის ყველა სასიცოცხლო მნიშვნელოვანი იმას. ხო არის რა, აი თაობებისთვის, ჩვენზე ხო ლაპარაკი ზედმეტია, თაობებისთვის რა სტიმულს გაძლევს, გაცოცხლებს, სულ რომ აი ნირწამხდარი იყო, სულ რომ საწარკვეთილი იყო, ბიჭო ცხოვრებას გძნობ რომ ხელახლა იბადები იმ წუთში თავიდან იწყებ, თორე ეს ნონა. და შენ ნონას უსმენ და აი აღიქვავ რომ ეს შენი დედა. ეს არის სამშობლო. ეს არ ვიცი, აი ანიმად როგორ ბიჭო როგორ შეიძლება აი ნონაზე დიდი ვინმე და რამე არა შეიძლება არ ვიცი ხა 1000 ლეულის შემდეგ რა იქნება მაგრამ ამ ეპოქაში იგივე სპორტულ სამყაროს უბრუნდები რომ ნონაზე დიდი არსებობდეს და დაასახელე საუგენ სპორტსმენები ბიჭო არ მინდა რა იმაზე ლაპარაკი რა არ მინდა რა ეხლა არ მინდა რაღაცა არა დამსახურებული კაცი იყო კაცო ტიტულოვანი კაცი იყო ცუდი კი არ გამოგეთებია რა მაგრამ იმას მაბატე ეს შენი საქართველო ისე უნდა და როგორც მე და შენ ეხა კამერული მუსიკის ის რო ჩაგვირთო ვიღაცა კამერული მუსიკა გადასარევი უბრალოდ არა მშვენიერი შენ მე არ მესმის ეს მე დათმა დამაბიჯა და შენ მოусვენ მე ვერ მოусვენ ახ აი როგორი სპორტული ქალბატონი ის არ მოიდი სმენი ალბათ რომ ფანტასტიკურად ფლობდა კიას ანუ ბილიარდი გასული ჯერ კიდე თავის დროზე 8 ნოლი მოუგო ბოტვინიკს ბოტვინიკი გაგიშდა არა ნუ ეს მისთვის და ეს ბოტვინიკი რა იყო პროფებს უგებდა ფეხბურთის როგორი კომაგი და ის სხვა შორის რა ხდება 62-ში ხო გახდა პირველად სოფლიო ჩემპიონი ის ბიკოვარო აი გაიმასქნა სხვა სიტყვას ვერ ვიხმარ ეს ძველი იმერული ლამაზი სიტყვაა კლასიკური სიტყვაა სხვა შორის ცხრითორი მოუგო მოსკოვში მეტი რა მოიგო ცხრითორი ბიკოვას ლიზიკა ბაი ხო მეორე წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი რო იწყებოდა სეზონს თბილისის დინამო ხსნიდა თბილისში მაშინდელი ლენინგრადის ზენიტთან და ბურთი შეიყვანა თამაში სიმბოლურად შეიყვანა თამაში ბიჭო ისეთი ბურთი ხალხის გამოჩნდა რომ შეიყვანა რომ კაი ფეხი არ ქონდაოდა არა და რა მოხდა ის თამაში მოვიგეთ ზენიტთან რევანში ავიღეთ და იმ წელს ავიღეთ ბრინჯაოს მედლები და ეხა მეტი მაინც და მაინც რა მომდევნო წელს გახდნენ ჩემპიონები ანუ რა არის ეს პატარ-პატარა ბოხმა ის ქართულს რო არ ერევა თორე თავარი საზოგადოებას არანორმალურად აი
ეხლა ნახე რა არის. არ მინდა პარალელის გაკეთება, მაგრამ ვიცი მაინც მომიწევს ოდნავ მოგვიანებით რა. ოდნავ მოგვიანებით. ფეხბურთს მინდა დაუბრუნდე. არ არის გასული რა, დაახლოებით რამდენი 15 წლის ამბავი იქნება, ხო? აი თუ გახსოვს პატარა გაზეთი რო გამოდიოდა. ოსკაპიგენ გაზეთს ეძახოდნენ ისინი კომაგები რა. ეს სპორტული ცხრილები და ისინი რო. კი. აი ინგლისის მესამე და მეოთხე დივიზიონის გუნდებს რა დონეზე არჩევდა? რომელიც ლერე ჩელტენებები, პორტუელები რა მესამე არა კარგად არ ქვია ფანტასტიკურად არა თან პროფესიულ ენაზე გაგიჩნევს და დაგილაგებს რა არ უყვარს არ არის ძალიან ენაწყნელი მაგრამ გეტყვის აი კონკრეტულ მოცემულობაში გეტყვის აი პოზიციას პროფესიულ ენაზე კლუბების დონეზე ხო კლუბების დონეზეს და თვითონ სათამაშო მოთამაშის კონკრეტული მოთამაშის აი მაგალითად რო კითხო რა განსხვავება მესის და რონალდოს შორის აი პროფესიულ ენაზე ჩამოგიხალიბებს და აგიხსნის რა თქმა უნდა არავით არის ნონა მარადიულია რა თქმა უნდა ეხლა თავარი რამ აი ეს სოფლიო ჩემპიონის ტიტულებთან დაკავშირებით არ შეიძლება ხო 5 და აი ნუ ბიკოვათი დავიწყეთ კარგი ბიკოვათი დაიწყო, კაც ჩვენ კი არ დავიწყეთ, თვითონ დაიწყო. ბიკოვას განადგურები დაიწყო. სხვა შორის ისევ რუსებრაელებს დავესესხებით და ბევრმა დასვა ეს კითხვა, იმიტომ რომ ჩვენ გახსოვს ვერამენჯიგზე რო ქონდა რომ აი რო გადა ისა ეცოცხლა და ის არ დაღუპულიყო რომ არა ნუ ეხლა ცხონებული ვერას ვიშობდა რომ ინთამეს ვერ მოისროთო რომ ბიკოვას ანგარიში გარანტირებული ქონდა არანაკლები ნუ განადგურებდაო რა ის რასაც ვერა თამაშობდა ნუ ხადა დედამიწა იმ ხელა სხვაობა იყო ხო, ნუ მერე დაიწყო როგორი ეპოქა, ხო, ეს ამ ტიტულებთან დაკავშირებით. ჭოჭა ალას დრო დადგა, ჭოჭა ალას ხო შეიძლება სერიოზული მოჭადრაკე იყო, კუშნირი ეს დიდი ის იყო. აქვე გეტყვი ძვირფასო მეგობრებო, რომ თავად ქალბატონი ნონაც ამბობს და ესეც ვიცი, რომ ეს ყველაფერი ეს თბილისური რაღაცა ჭორებს რო ყრიდნენ, რომ იქ ვითომ ესე იგი იქ ისე დაიძაბა რომ რაღაც ფიზიკური გაწევის სისულელების გავსი არაფერი, ალასთან საკმაოდ ნორმალურზე ოდნა უკეთესი ურთიერთობა ქონდა და საკმაოდ პირველი შეხვედრა მაგრად მოუგო, მეორე შეხვედრაში ძალიან სერიოზული, იმიტომ რომ ალა ბრწყინვალეთ იყო მომზადებული და აი მეორე შეხვედრაში სერიოზული ბრძოლა გაიმართა და შემდგომ დადგა ესე იგი ნანა გეორგიევნასთან დაპირისპირება. ნანა გეორგიევნასთან. ნუ ამაზე ერთს ვიტყვი რა, ერთს ვიტყვი. ეხლა უბრალოდ გეტყვი ერთ რაღაცას და ეხლა რა თქმა უნდა ეგ ჩვენ დავინდოთ გეორგიევნა მოდი და ნონა მაშინ არ დაინდო, ნუ სპორტული კუთხით ვამბობ, 8 ნახევრით 3 ნახევრი. ეხლა გეტყვით, მშობლიურ ქალაქში თამაშობ. შენი ქვეყნის დედაქალაქი. თბილისი. არაფრით არ უნდა თბილისი. ნონას და რატო? ამას ქონდა თავისი ობიექტური მიზეზი. ეხლა იმ მიზეზებს ვერ გავაჩერე. კი ბატონო. არა, ნუ ეხო ნონსენსია რა. ნუ ეხლა ორი ქართველი და არ მინდა თბილისი. ხო, მაგრამ არ მინდა ბიჭვინთაში ხო თუ რუსები გაგიშთე, რუსებმა ჯერ ვერაფერი ვერ გაიგეს. რაც რა ხდება ეხლა ორი ქართველი და თბილისი ვარ, ნუ რაღაც, ნუ ეხლა იქ რუსები არ იყვნენ როგორც ჩანს, ნუ ეს არ არის მთავარი. მატჩის ერთი ნახევარი ჩატარდა ბიჭვინთაში, მეორე ნახევარი ჩატარდა. უბრალოდ მე რატო არ უნდა და თბილისი ეს მე ვიცი. უბრალოდ ვინდობ ნანა გეორგიევნას რომ ამას არ ვაპო. მაგრამ ანგარიში, აი თვითონ 8 ნახევრი, 3 ნახევარი და აი და მე დადგა 1976 წელი ხო დადგა 76 წელი სადაც მე მაინც ვერ ხვდები რატომ დათმოდიტო ეს ტიტული რა მოხდა ხო 76 რა მოხდა მართლა 76 კი 78-ში ხო 18-ში უკაცრავად რა ნუ 78-ში მან აი გეტყვი რომ ძალიან დიდი ბურუსი არის თვითონ არ საუბრობს ძალიან ბრაზდება და არ უყვარს გეტყვი ასე მე დავიწყებ იმით რომ აი ხა ნამდვილად არ იმას ფიანდას არ უგებ მაიას მაია გენიოსი და დიდი იყო ძალიან დიდი იყო მაიამ თავისი ეპოქა შემდგომ შექმნა და ჩამოაყალიბა და ჩვენ მადლიერების კი არა მაია ხელში აყვანილი უნდა დაკავდეს და რას მაგრამ აი ამ თამაში ძალიან ბევრი რამ მოხდა მე გეტყვი ის რაც ოფიციოზის დონეზე იყო გაჩერებული ისევ რუს ებრაელებს შენინებართვით ბიჭვინთაში ჩატარდა თამაში სხვათა შორის ისიც აღსანიშნავია რომ მატჩის პირველი ნახევარი საკმაოდ უქეიფოდ გრძნობდა თავს ვირუს შეღრილი იყო და აქ ჭადრაგიჩუზე კერნების მერსა და ჭადრაგისთვის ტვინის არა ნუ ცნობიერების მაგრამ ეგ არ იყო მაინც გადამწყვეტი იყო რომ თვითონ ან ჯერ ვინდა როგორ ჩამოუყალიბა ის სამსვლელო შტაბი მაშინ რა პერიოდია იცი ეხლა თვითონ სეკუნდატი რო დაგვიყვეთ ეს კი არა ხო ის სამსვლელო შტაბი 7-8 კაცი მუშაობდა გაურკვეველი მიზეზების გამო ოფიციალურად ასია მარტო შემორჩა ლატვიელი აივარ გიფსლისი და ისიც ბოლომდე ერთგული იყო თუ არა
აღნიშნავენ რომ ძალიან ცუდი დებიუტები ქონდა. ანუ შიგნიდან რაც იყო მოკლედ, აი ეს ყველაფერი რაც ოფიციალურად ეს დებიუტები იყო წინა ისე განზრახული. არა ის რომ ნონა ირჩევდა, აი შტაბი ირჩევდა. რატომ აკეთებდნენ ამას? მოდი პირდაპირ ვიტყვი, 17 წლის გოგონას ეთამაშები, რომელიც მოდი ასე ვთქვათ, იმ ეპოქაში აი მელეხი ქართველების ოჯახებს არ განეკუთვნებოდა და თეორიულად შეთქმულების თეორია არ მიყვარს, ნიკო, იმას გამორიცხავ რომ მაიას ის ოჯახი ქონდა, რომელიც ნონას დაძლევდა, აი რაღაც არა. მაია პატიოსდა თავის დაჯდა, ეს რაღაცა ბუნჩულა გოგონა ითამაშა რაც შეიძლება შენ ძალიან მაგრა, მაგრამ აქ სხვა რაღაცა. აქ აშკარად გამოჩნდა უკვე რომ მთელი საბჭო და ის პროპაგანდისტული მანქანა რო ვახსენე. ყველაფერი გააკეთა და იღონა რომ ნონას ტიტული დაეთმო. აი ყველაფერი რა, აი ნონა ძაღლი ვიტყავდათ უკვე რუსე. აი ამ რუსულ საბჭოურ იმას გაჩერილი, რატომ? მაია აუცილებლად გახდებოდა ჩემპიონი, არავის ეჭვი არ შეია, კაცო, არავის. არა, მე არ ვიცი შეიძლება ეს თამაში მაინც ვერ მოიგო ნონას. მე ესე ვერ დავამტკიცე, მე კი არა ვერავინ ვერ იტყვის რომ გინდა თუ არა ნონა მოიგებდა, მაგრამ აი ეს ყველაფერი რაც ხდებოდა, არ იმ ტიპზე რო გითხარი, იმ ტიპზე გახსოვს არ დავასახელებ. კითხე, ისე გამიბრაზდა. უბრალოდ 20 წლის ამბავს გეუბნები. დედევნა მეთქი. მოდი, იყო მეთქი თუ არა. რა მითხრა, იცი არ უარყო რა, საერთოდ არ მიხსენო, იგო და არ მინდა მაგ თემას საუბარი. და ერთს გეტყვი რა, ეს არის ძვირფასო მეგობრებო ტიპი, რომელიც საერთოდ იმაში საჭადრაკო სამყაროსთან არაფერი საერთო არ ქონდა. და იმ ტიპის, აი ტიპი გაქრა როგორ იცი და არ იგუგლება. არ რა თქმა უნდა არ დავასახელებ, ეს სახელმწიფოს არ იგუგლება. მაგრამ ხოლოდ ერთს ვიტყვი რა, აი ეს ტიპი უწრებდა ვის იცი? კაშპიროვსკის. აქ ამუშავეს ეს ტიპი ჯერ და მერე კაშპიროვსკი გამოჩნდა. ასე რომ იცი რა, ჩემთვის მაგალითად ეს ხო თორე კიდე ერთხელ მაია მერე რა შექმნა მოგდე შემითა მერე სასაული იყო კაცო. მაია მაგრამ აი ეს თამაში, აი ყველაფერი ამის ამან დაჩრდილა და ამან გამოიწვია მაშინ ის თორე კიდე ერთხელ ვამბობ კაცმა არის რა მოხდა შეიძლება მოიგო მაიას მაია საოცარი ფენომენი იყო, სასაული იყო ხალხო რაც ლაბარი სასაული. მაგრამ აი ეს რაც ხდებოდა ეს ყველაფერი. ხო? და ეგ არის უბედურება რომ აქ კაცშვილი ვითომ არაფერი აქვს. აი როგორც ხდება და ისევ რუსი ებრაელი რაღაცას უფრო მეტ კითხვას სვავს, რადგან უფრო პროფესიული იმით აფასებს და შენთან დუმბან. და მეცაც გეტყვი იმ შტაბთან მაიასთან დაახლოებულ პირებს დღეს ცოცხალი ეს ხალხი ჩვენი რა ზრომენ თავს და გარკვეული ნაწილი. აქ არიან ეს მე ვამბობ ქართულ მხარეს. კითხე ერთი, აბა ერთი რას გეტყვიან, არ ლაპარაკობენ. არ მოკლედ აი ესეთი საოცრება ხდება რა, აი ესეთი საოცრება ხდება რა, არ ვიცი, მაგრამ აი კიდე ერთხელ ვამბობ, 8 წლი და ამაგი ეს, არა, წარმოუდგენელია. ქალბატონ ნონა ზუსტად კიდე ერთხელ ვამბობ, ყველაზე დიდი ტიტული მოიპოვა იმით, თავის ყოფიერი ცხოვრებით, რომ საბჭოურ ეპოქაში შეგვინახა ქართველი. შეგვინახა საერთაშორისო სარბილზე. ყველა მიცოდა მსოფლიომ რომ ნონა რუსი არის. კი, ნამდვილად გეთანხმები ამაში. ეს სამწუხარო ძალიან ბევრმა სპორტსმენმა დიდი სურვილის მიუხედავად ქართველმა ვერ შეძლო. აი ამ მანქანის გამო. დიდი პატივისცემა ქალბატონ ნონას და კიდევ მიულოცოთ, ხო? აი კი, და ის კიდე იყო ძალიან მაგარი რაღაც მეკითხებოდი. ხო, ეს კადრს მეკითხებოდი ქალბატონ ნონას სულ ჩემობდა მეგრელობას, ხო? თითო. ეხა სადავრია ნონა იცი? ზუგდიდში გადაბედებული ეგიც მაგრამ. არა, ზუგდიდში, არა, როგორ მომენტი იყო, იცი, ცხონებული ტერენტი ხო, მამამისი, მასწავლებელი იყო. დედა ცხონებული ვერა გრიგოლიას ქალბატონი. ეხა ტერენტი ზუგდიდში რო ჩავიდა, შეირთო ეს ქალბატონი, ხო და ისეთ მომენტია, თუ ესენი არიან ჭეეთურელები, იმერლები არიან. არა, გაფრინდაშვილი ნახევარი ჭეეთურაა, მგონი, ყველაფერს დავიდა. კი გასულ ხო მაგრამ ხო და ეხლა ერთ-ერთ ბოლო არა ხო და ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში თვითონ თქვა რომ რა არის ეს საოცარი რაღაც კაცო მე მეგრელო მაგრამ ჩემი ძმებიო და ეხლა ეგ არ მithქვავს ესე იგი 6-ნი იყვნენ და 5 ძმა ყავდა მარტო ეს იყო გალიშვილი და არაო ჩემი ძმები იმერლობენო და მე მეგრელო გავიგეთ აი ეს დავჭირე ეხა ერთ-ერთი მათგანის უსაყვარლესი უკეთილშობილესი ადამიანი ბუჯუ მეცახელია თემურ გაფრინდაშვილი ეს სარეგმო სამყაროში განთქმულია და ისეთი დიდი მოღვაწე გახლავთ ყოჩების ყოფილი მენეჯერი იქნა აი სულ რამდენიმე დღის წინ საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის წევრად არჩეული და ბუძუს მინდა ეს მიულოცო და ღერძელობა უსურო და არ ვიცი რა საოცარი ადამიანი
ადამიანი რა. კიდევ ერთხელ მიულოცოთ გალონონა, ღერძელა, ჩემო, დემო დიდო დედოფალო, დედოფალო. ღმერთმა გაგახაროს შენ ერთან, შენ შთამომავლობასთან და ყველა შენ მადღირზელებელ და კეთილის მსურველ ადამიანთან ერთად. შენ არასოდეს არ დამთავრდები. შენი დამთავრება საქართველოს დამთავრებას ნიშნავს. საქართველო კი მარადიულია. გაგიმოჯოს დიტო მართლა. სადღერძელოსავი თქვა. დაანები ამ თემას სადღერძელო სულს რას ხდება? არა, პირიქით. ეს ამ ბოდიში ამათმა რო შემოიღეს არასახსენებლებმა. სადღერძელოსავი და მე არა, სადღერძელოს მადლის არა, რა ცოტა არა, კაცო. ძალიან ცოტა დრო დაგვჭირდა. ხონო როცა ნონა. ხო, რა თქმა უნდა. არა, მე საწყენად არ მithქვა, თვითონ სადღერძელო პირიქით, მე თქვი არა, კარგად. ეგეც ისე კარგად მოიტანა სიტყვა, ბიჭო, აქ დიალოგისთვის ზივარ, ქრისტეს ზივარ. რა თქმა უნდა. 30 აპრილს ნიკოლოზ დერიგინი 66 წლის გახდა რა მალე ნიკოლაი ალექსანდროვიჩ აგედა დაიწყე ჩვენთვის კოლია ნიკოლაი კოლია ვერაცვალე რა 66 წლის რა ვიცი რა გითხრა გეტყვით ერთ თავ რამეს აი ასეთი ხო ნუ გენეტიკურად ქართულია მაგრამ სულით ღმერთო რა აი მესამედიც არ მინდა რა აი მეოთხედი მიცანე და ყველა ჩვენ თანამემამულეს იმ ქართული სულის რაც ამ დიდებულ ადამიანს გააჩნია. აი მეოთხედი მიცა, აი მესამედსაც არ ვინატრებ რა. ხო წარმოგიდგენ არაფერ ბიჭო. მაგრამ აი აქაც რეზო გაბრიაძის გენიალური სიტყვები უნდა გავიხსენო. რამ გვიშველა რომ კოლია შევინარჩუნოთ და ეს ქართული სულის შექმნაში მიუძღვის უდიდესი როლი მამაქალაქს. ქუთაისი ადრიატიკა. აი ეს ადრიატიკა და აი ეს სითბო და განსაკუთრებული სიყვარული რომელიც ფესვებიდანმე მოყვება. მაგის მშობლების 6 წლის ასაკში იყო სულიკო თორდაძესთან დაიწყო ვარჯიში და შენ ნახო არ ვიცი ეხლა აიღეს თუ არა მე რამდენიმე წლის წინ ნახე ის დარბაზი იყო მაშინ ჯერ კიდე სადაც ვარჯიში დაიწყო და გული მოგიგდებოდა აი ნუ დაახლოებით აი ეხლა ეს რო გადატყიხრო აი არა ჯერ ეს ბავშვი თორე მე არა მე ბავშვზე ვამბობ რა ნუ და 77 წლის ესე იგი 77 წელი ჩამოვიდა თბილისში პირველი თამაში ურალმაშთან მე ამ თამაშზე არ ვიყავი არ მახსოვს 18 კულა გააკეთა და უკვე საზოგადო ვაუ ეს რა გაიბიჭე ვინ დაიწყეს ეხლა ერთმანეთში კითხვა მაშინ როგორ მომენტი იცი ბილეთი სპორტსაზე არ არსებობს 10500 ოფიციალურად ეტევა 12000 რეალურად მოდის რა იქ ჩაიჩოჩეს ვარიდი 12 გაჭედილი იყო არა გაჭედილი არ ქვია 12000 ბიჭო იქ ვერ ჯდები ვინ არის რა არის საიდან და ამას წინ უსრებდა ერთი ნაძირელა უკრაინელი იყო სერგეი კავალენკო და სუ იუდა და მოღალატე ვეძახეთ იმიტომ რომ ეს ცალკე ისტორია მოკლედ გავყიდა წავიდა მე საერთოდ თბილისი დაივიწყა და მოკლედ და ხო და ისე რა ეს დაზაფრულია ხალხი და ეს ვინ არის რა არის და რა ხდება იცი უკვე ეს მე მგონი CSKA-ს მატჩის შემდეგი თამაში იყო თუ არ ვსწრები და აი მაშინ ეხა მე ცხონებ მამჩემთან და სადღაც წინა რიგებში მესამე მეოთხე რიგში ვზივარ და აი გუშინდელ დღესავით მახსოვს და უცებ ესეთი რაღაცა რომ მიშკოს უღირის რომ ეს აი როგორი ქუთაისური იმერული აქცენტი იცი ნუ ეხა თვითონ ხო რუსული განათლება ყველაფერი იქ სკოლას რუსული დამთავრებული იმიტომ აი არაგა მიშა მეიც გეით გაგაუდა 12000 კაცი დაინგრა ბიჭო ეჩვენიო აი ეს რუსი ბიჭო ეს დღესაც აი ისეთი გამართული იმითი ქართული რას ლაპარაკობ სადღაც იყო ვიღაც ჟურნალისტმა მახსოვს არ ხوار იმას ვიტყვი და რა მნიშვნელობა რაღაცა რუსულად კითხა ჩვენ ბიჭო რუსულად რატომ მეკითხებიო რა ამ პრობლემაა თუ მე მაგ თუ მოჩი ხო ნუ აი წითლდება ხოლმე როცა ნერვიულობს სხვა ჩვენ მაგისგან ფილში სიტყვა არ გამიგი აი რა კიცი როცა ღელვას იწყებს ხოლმე წითლდება არა წითლდება და ამბობს მაშინ ერთ ფრაზას რუსულად ერთს და მე ქართულად გამი ну ты понимаешь в чем дело აუ ამას რო იტყვის და მე ვიცი რა ეხა მთავარი გითხრა მოსკოვის CSKA-ზე 17 ბიჭო 17 წლის ბოდიში ყლაპი ჩადის CSKA არის ევროპის ნაკრები ხო ტრიუმფალური თამაში იგივე 57 ქულა გაუკეთა რა ძალიან დიდხანს იყო საბჭოთა კავშირის რეკორდი ერთ მატჩში აგდებული ქულა დაუდენო 17 წლის ასაკში ბევრი წერს რომ ეს რეკორდი დარჩაო ეს რეკორდი ცხონებულმა სანესალნიკომა ჩვენთან თბილისის დინამოსთან მოხსნა ბევრმა რო იცოდეს 66 ქულა გაუკეთა ხო მოკლედ 57 ქულა მაშინ არც პერიმეტრი არც სამქულიანები არაფერი დაინ გაგიშტ და მაშინ ეს ბიჭო ეს არაოფიციალური გენერალი საშინელის კგბ-შნიკი რაღაც ეს მაგი ეს საბჭოური მანქანის მაგი ეს ალექსანდრ იაკოვლევიჩი ეს გომელსკი ხო ჯერ დაურეკა ტელეფონს და ამან ეგრევე გაუშვა რა
ბიჭო შენ ვერ გაიგიო რას გეუბნები შენ CSKA-ში გეპატიჟებიო შენ CSKA თავისი ლენინგრადის შოსეზე 2 ოთახიანი ჭკუით მოიცემს 3 ოთახიანი გახდება ეს ოთახიანი და ნუ მოკლედ რუბლიოვკამდე მიიყვანა შეიძლება თლად რუბლიოვკან ეს ბიჭო ეს არ მიდის აგერ დიღომში ედინის ბაზარში 2 ოთახიანში გაგიჟდა კან ჩამოვიდა კუთაისში მივიდა მამამისთან და ამას უყვება ყველაფერს და უხსნის გებს შენ ხო ბოლო რუსი ხარო და რა გინდა ბიჭო ამ ქართველებდა კაც აგერ კარიერას უკეთებს სოფლიოს იმას თან ემუქრება რომ როგორც საკუთარ ყურებს ნაკრებს არ დავანახებ თუ არ წამოვიდა. ის არა პირდაპირ გაქვს ოფციონი ხუში მე არ საკუთარ ყურებს. ბიჭო აი ეგ მამაქალაქი რატო ახსენი? ეხა აი ეს რაის რუსი იყო მამამისი ნახე რა უკნა. ბიჭო რა არის იცი მე მესმისო და მე ვერ გადავწყვეტო. მაგსაკი წვერს ბაბუამისი. ხო და ბაბუამისი წვეცო და მოდი ბაბუამის დაელაპარაკეო და თუ დაგთანხდაო ხო თუ დაგთანხდაო კი ბატონო და მისამართი აგერო საბიჭხიაზე აი ამ ტერიტორიაზე მიხვალო. მოჭერ გომონსკი რა გუთაისე გაგონილი არ ქონდა და ჩამოვიდა არაფერი რა ის ვიღაც დახლები პირი ხავს 2 არიან ხო და საბჭხიაზე და აი ამ ჯიხურს იკითხავ და რა ხდება ეხ ჩვენ ჯვარიწერია ყველა ზურბაზე მეგობრებო სასაფლაოს შესაძლოა ჯიხურზეა ლაპარაკი და გაუშვა იქ საბჭხის სასაფლაო ჯიხურდა გარდაცვლილი იყო ბაბუამისი ქუთაისურა გაუშვა ხო არის ვაუ ეს კუდა მოწოებული რომ გაიძურცა ისე რომ მეტი აგარნერი დიალოგი და ამით მიხვდა გომელსკი რომ აქ რაღაც ზანის უარეს მიზავენო რა გამოცუმბუშებენო ესე და გაგედან გაშფა გაკრა მე მიუხედავად ამისა მე იმდენად დიდი იყო კოლია რომ ესე იგი აი თავად ტიტულებზე სოფლიო ჩემპიონატის უშუალოდ ფინალში ამერიკელებს ერთი ქულა მოუგეს კოლუმბიაში 95 დროს თვითონ გომელსკი აღიარა რომ კოლიამ გარდატეხა თამაში 6 ქულას აგებდნენ რო შეუშვა უკვე სადავები ამერიკელებს უკვე ნელ-ნელა უკვე აი მყარად რო ამბობდა აი რო შევიდა ზედიზე თითქმის რომ უმოკლეს პერიოდში 8 ქულა იყო და ამან გარდატეხა თამაში და უდიდესი ძალისხმევა ქონდა ევროპის ჩემპიონი გახდა ოლიმპიადაზე ბრინჯა ორჯერ საკონტინენტაშორისო თასი აიღო ჩვენ ორჯერ მოგვაგებინა ბრინჯაოს медаლი რაც მაშინ ეს ბრინჯაო ეხა ბევრ ოქროს უდრის ყველაფერს რო თავი დაანებო და რა ხდება 26 წლის ასაკში მუხლის უმძიმესი ტრავმა მიიღო და იმჟამად ქართული სპორტის ხელმძღვანელთან რომ მივიდა ჩვენთან ვერ კეთდებოდა ეს ოპერაცია ჩვენთან რა საქართველოს არ გულისხმობ მაშინ ვერც მოსკოვში ვერ კეთდებოდა ევროპის ერთ ტიტული გაიღო საჯარო. ამასო ბიჭო ამ ოპერაციასო მთელი ის რო შეკრიბო ბიუჯეტიო სპორტის ის არ ეყოფა და შენ უკვე 26 წლის ხარო. ბოდიში ღარ მინდა რა რაღაცა ხისტის 26 წელი სპორტის ვერც გაფუჭი. 6 წელი წასული იყო საწყალი. დაბრუნდა. 6 წლიანი პაუზი და როგორ დაბრუნდა? ეროვნულ ნაკრებში ხო ითამაშა, სალიფეხით თამაშობდა. ვერ ხტებოდა ამაზე ამ მუხლის გამო შეიძლება იქ მოიდა საბოლოო დარჩენილიყო. და ითამაშა ეროვნულ ნაკრებში რამდენი სიამოვნება და ის მოგვანიჭა აი ვერ გეტყვი რა აი ვერ გეტყვი თვითონ ესეთი დამსახურება აქვს მას და თვითონ რამდენად დაფასებულად მიიჩნევს თავს აუ ეგ ზართული კითხვა მაგას შეიძლება ეხა ალბათ მე როგორც ჩემ ძალიან ახლობელ ადამიანად თვლი აი медаლს რო ორი მხარე მოდი ასე ვთქვათ ეხა ყველა ეგრეთ წოდებული ხო შეიძლება სლენგი ვიხმარო აი პაიოკები როა ხო ამის აი შენ კარგად იცი ხა თვითონ შენი სამსახურიდან გამომდინარე იმ პროგრამაში სადღაც რაღაცას მოკლედ ხიერი არ არის მაგრამ აი დაფასება რა მხრივ საკუთარი აკადემია უნდა და არა რაღაცა პატარა სკოლა ქვია და სკოლაც არის პატარა დარბაზი აი ამ შენობის ხელა დარბაზია რაღაც ისაა გესმის ეხა აი ერთ ისეთ იმას მოვიყვან არ მინდა რაღაც უდიმაზე ძალიან ახლოს არის და მეგობროს იმ თასთან ლეგენდასთან არ ვიდა ნუ საბონისთან და საბონის თავის მეუღლე ინგრიდთან დაპატიჟა თბილისში ჩამოვიდა და მაშინ ეს ერთი 20 წლის იხდება 20 რაღაც და მთავრობის მეთაური თუ რაღაც უმაღლეს პირი ეხა საბონი ხონდა მიიღო ეს საწყალი შეხვედრაზე ისა და კარები დაუგეთეს პროტოკოლით არ არის გათვალისწინებული კაცმა თვითონ დაპატიჟდა ბაპატია და ჯერის მთავრობის საგარო მოიცა კოლეჯერი უგინი ბოდიში რა სტაიაში გია და ისა არა რომ მიიღო არა ხოცა არა იმადგან რა უნდა გაკვირვებოდა მაგრამ ეს კარგი მაგალითი ჩვენი დრო უკვე ამოიწურა ისი ერთხელ რა ისი რა იყო არა ამაზე ხო პოზიტიური ნოტით გეტყვი რა ამაზე ერთხელ იყო მანქანა გავაჩერებინე რა რაღაცა საუბრობთ რაღაც და მეთქი ხო იცი მეთქი არა და ბოდიში რა სლენგისთვის ეს რუსული ძველი ესე თბილი გამოთქმა რა სპასიბო ნახლი ნამაჟი და ბიჭო ეგო ვიციო შენ მაგის გაგზელება არ იცი მეთქი არიო
Да метки Коль, спасибо на хлеб не намажешь. Дай в стакан не нальешь. Ау, рамагарио. Качера боецона, рау. Эзар магарио. Убрал рарици, амкац, аруици. კი, ღირსების ოდერის სპორტის საერთო სპორტის დამსახურებული უსლად ყველაფერი აქვს, ბიჭო, კოლეს, ყველაფერი აქვს. ხო, ვალიკას მინდა, უკეთესობილესი ძმა ყავს, ვალენტინო. ჩვენ ვალიკას ვიძახი, ჯირუგინ, აი, ქალთა კალბურს ხელმძღვანელობს წლების განმავლობაში, ვიცი, ვამთავრებ. მთავარი მინდა, რომ ამ კაცს უდიდესი მადლობა გადაუხადო. ყველა პირობა ქონდა, ობიექტურად. ბიჭო, ქართულს ვეღარ ვჭერო, არ წავიდას. ყველაფერს ანაცვალა ამ კაცმა. ანა ყოველგვარ სიკეთეს და აი სიკეთეს გულისხმობ ამ შემთხვევაში პირად მატერიალურ ღირებულ იმას არანაცვალა თავის სამშობლო. ის ქართველია სული და ყველას მიულოცოთ და უსურვოთ ბიჭო ღერძელობა, წარმატება, გახარება. აი მეტი ძვირფასო მეგობრო ვიცი ალბათ დღეს არ ზღირდა. მომდენო იმას შევეცდები რა, იმიტომ რომ იქ ჩემი უსაყვარლესი უწერესია ჩემი ირაკლი ცირეკიძეა. იქ რაღაც, მაგრამ აუცილებლად, მაგრამ ეხა საცა წერენცევნა და კოლე ამათ მენ არა რას ლაბარაკობ. აი ასე ნოტაზე მადლობა. მე გვიმრავლოს ასეთი ხალხი. აი ეს თაობებისთვის არის ყველაზე აი ამაზე უნდა გაიზარდო ბიჭო. ამაზე უნდა გაიზარდო. და მადლობა რომ შენ 100 აქცენტებს აკეთებს. შაბათს გისურვებთ სასიამოვნო საღამოს გატარებას მომავალ შაბათამდე. ნახვამდის.